კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საერთაშორისო ჰუმანიტარულ არმიაში. ჩვენი მისიაა დავიცვათ და აღვადგინოთ ადამიანის ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა მთელ მსოფლიოში. კანონიერი, არაძალადობრივი, ჰუმანიტარული ქმედებებისა და საზოგადოების გაძლიერების გზით ჩაგვრის ექსპლუატაციისა და დამონების წინააღმდეგობის გზით. ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ყველანი ვართ. მთელი საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენ ვართ ერთიანი კაცობრიობა, რომელიც ერთად ვდგავართ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული არმიის მეშვეობით გლობალური ანონიმური ინიციატივა, რომელიც თავისუფლების სულში დაიბადა. გაერთიანებული ვართ ერთი რწმენით, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ჩაგვრისა და ექსპლუატაციისგან თავისუფლად. ჩვენ ვაწყობთ ორგანიზებას, ვეხმარებით, ვასწავლით და ვიცავთ. ჩვენი ძალა კოლექტიურია, მოხალისეთა მსოფლიო ქსელი, რომლებიც იზიარებენ უნარებს, რესურსებსა და გამბედაობას, რათა მშვიდობიანი, სამართლებრივი ქმედებებით დაიცვან კაცობრიობის თავისუფლება. რას ვაკეთებთ? ღას წევრები მუშაობენ. კრიზისში მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილე თემებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და პირველადი რეაგირების მხარდაჭერის მიწოდება. ადგილობრივი მდგრადობის გაზრდა ტრენინგების, განათლებისა და არაძალადობრივი სამოქალაქო ჩართულობის გზით. დაიცავით ციფრული უფლებები, კონფიდენციალურობა და ზუსტ ინფორმაციაზე წვდომა, კანონიერად და ეთიკურად. ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერისა და კოორდინაციის შეთავაზება ადგილობრივი კამპანიებისთვის. გაერთიანეთ თაობები კონსტრუქციული სოციალური ცვლილებების მობილიზებისა და ინფორმირების მიზნით. ჩვენი 10 ერთეული, სადაც თქვენ უნდა იყოთ. ყველას მოუწოდებთ, წვლილი შეიტანონ იქ, სადაც მათი უნარები და გატაცებები ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი ერთეულები და თითოეული მათგანის მიერ ფოკუსირებული აქტივობების ტიპები. 1. ადმინისტრაციული და ლოჯისტიკის გამყოფილება. რესურსების კოორდინაცია, კომუნიკაციების მართვა, დახმარების ორგანიზება, დახმარების უსაფრთხო განაწილების ორგანიზება და მოხალისეების მხარდაჭერისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. ყველა მისიის უკან ორგანიზებული გუნდი დგას. დაგვეხმარეთ რესურსების კოორდინაციაში, ლოჯისტიკის მართვაში და ყველა ოპერაციის შეუფერხებლად წარმართვაში. თქვენი დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები დიდ განსხვავებას ქმნის. 2. ინტელექტისა და კიბერგამყოფილება. დაიცავით კონფიდენციალურობა და ციფრული უსაფრთხოება, შექმენით და გააზიარეთ სანდო ინფორმაცია, ებრძოლეთ დეზინფორმაციას განათლებისა და ფაქტების შემოწმების გზით და ასწავლეთ უსაფრთხო, კანონიერი ონლაინ პრაქტიკა. დაიცავით თავისუფლება ონლაინ. დაეხმარეთ კონფიდენციალურობის დაცვაში, ებრძოლეთ დეზინფორმაციას და გააზიარეთ სანდო ინფორმაცია. სამყაროში, სადაც მონაცემები ძალაა, ჩვენ აქ ვართ, რათა შევინარჩუნოთ ისინი პატიოსანი, ეთიკური, უსაფრთხო და სამართლიანი. 3. პირველადი დახმარებისა და სამედიცინო რეაგირების გამყოფილება. უზრუნველყოფს სასწრაფო პირველად დახმარებას, საზოგადოების ჯანმრთელობის განათლებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერას და არაკლინიკურ კრიზისულ მკურნალობას. ასწავლის ადგილობრივ მოხალისეებს სიცოცხლის გადარჩენის ძირითად უნარებს. კრიზისის დროს თქვენს უნარებს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. შემოგვიერთდით, რათა გავუწიოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება გაჭირებულ თემებს. ერთად განუკურნოთ. 4. დასაქმებისა და ტრენინგების გამყოფილება. ეთიკურად დასაქმებული მოხალისეების მობილიზება, არაძალადობრივი წინააღმდეგობისა და ესკალაციის შემცირების ტრენინგების ჩატარება და მენტორული პროგრამების შექმნა, რომლებიც ხაზს უსვამს უსაფრთხოებას, კანონიერებასა და ანგარიშვალდებულებას. ჩვენი მოძრაობის არსი, ჩვენი რიგების გაზრდა ერთგული მოხალისეებით. დაგვეხმარეთ, რომ ადამიანები მოხვდნენ, მოვამზადოთ და მოვამზადოთ მოქმედებისთვის. ყოველი ახალი წევრი აძლიერებს მის საქმეს. 5. თაობა ალფა. ფოკუსირება ახალგაზრდა თაობისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოზე, საგანმანათლებლო კონტენტი, მშობლების რესურსები და ბავშვზე ორიენტირებული ციფრული უსაფრთხოება. მომავალი ახლა იწყება. დაგვეხმარეთ დღევანდელი ახალგაზრდა თაობისთვის უსაფრთხო, ინკლუზიური სასწავლო სივრცეებისა და რესურსების შექმნაში. ერთად შეგვიძლია დავიცვათ მათი უფლებები და გავზარდოთ მათი პოტენციალი. 6. თაობის. ახალგაზრდული ბლოკის ჩართულობა შემოქმედებითი ადვოკატირების, ციფრული წიგნიერების კამპანიებისა და კანონიერ აქტივიზმზე ორიენტირებული სამოქალაქო განათლების გზით. ციფრული მკვიდრები, სოციალური ცვლილებების მომტანები. შემოგვიერთდით, რათა თქვენი თაობა ჩართოთ აქტივიზმში, იბრძოლოთ თავისუფლებისთვის და დაიცვათ ადამიანის უფლებები ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში.
სოფლიო გვიყურებს, მოდით, ეს მნიშვნელოვანი გავხადოთ. 7. Millennials Unit. წაახალისეთ საზოგადოებრივი პროექტები, სოციალური საწარმოების ინიციატივები და კოორდინაცია გაუწიეთ მოხალისეთა გუნდების კატასტროფებზე რეაგირებისა და ადგილობრივი ურთიერთდახმარების საკითხებს. ჩვენ გავიზარდეთ სამყაროს მოძრაობაში ყოფნისას. დაგვეხმარეთ, რომ თქვენი ექსპერტიზა ტექნოლოგიების, სოციალური გავლენისა და საზოგადოების მშენებლობის სფეროში პოზიტიურ ქმედებებად გამოვიყენოთ. მოდით, შევქმნათ სამყარო, სადაც ყველას შეუძლია წარმატების მიღწევა. 8. თაობის არმიის დანაყოფი. გამოიყენეთ ღრმა გამოცდილება ადგილზე მენტორობისთვის, სამეზობლოს მდგრადობის ორგანიზებისთვის და ინსტიტუციური ცოდნის თანამედროვე ინსტრუმენტებით დასაკავშირებლად. გამოცდილებასთან ერთად მოდის სიბრძნე. გაუწიეთ მენტორობა, ორგანიზება და ადგილობრივი ცვლილებების წარმართვა. თქვენ იცით, როგორ გააკეთოთ საქმეები და ახლა დროა, ეს ექსპერტიზა კაცობრიობისთვის მოქმედებაში გამოიყენოთ. 9. ბუმერების თაობის განყოფილება. უზრუნველყოს სიბრძნე, ინსტიტუციური ცოდნა და ქსელები ადვოკატირების, ჰუმანიტარული პროექტებისთვის თანხების მოზიდვისა და საზოგადოების ლიდერობის მხარდასაჭერად. გამძლეობის, ძალისა და ლიდერობის თაობა. თქვენი ხელმძღვანელობა და სიბრძნე ფასდაუდებელია ყველასთვის სამართლიანი მომავლის შესაქმნელად. იყავით ლიდერი მენტორობასა და საზოგადოების მშენებლობაში. 10. ჩუმი თაობის დანაყოფი. შეინარჩუნეთ ზეპირი ისტორიები, შესთავაზეთ ხელმძღვანელობა და ხელი შეუწყოთ თაობათა შორისი სტაბილურობისა და ღირებულებებისა და პრაქტიკული უნარების უწყვეტობის ხელშეწყობას. პიონერები, რომლებმაც ყველაფერი ნახეს. გაგვიზიარეთ თქვენი სიბრძნე, შეინარჩუნეთ ისტორია და დაგვეხმარეთ თაობათა შორისი ღრმა კავშირების ჩამოყალიბებაში. თქვენი როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და სამართლიანი სამყაროსკენ მიმავალ გზაზე. ეს არის ჩვენი მოწვევა თქვენთვის შევუერთდეთ საერთაშორისო ჰუმანიტარულ არმიას და მიიღოთ მონაწილეობა გლობალურ აჯანყებაში GAP. GAP არის გლობალური წინააღმდეგობა, რომელიც დუმილს სოლიდარობას ანიჭებს უპირატესობას. გეპატიჟებით შევუერთდეთ საერთაშორისო ჰუმანიტარულ არმიას, არა იარაღით ან უკანონო ტაქტიკით საბრძოლველად, არამედ კაცობრიობის დასაცავად სამსახურით, უნარებითა და სოლიდარობით. იპოვეთ თქვენი ადგილი, შეიტანეთ წვლილი. იქნებით თუ არა ექიმი, პროგრამისტი, რომელიც მხარს უჭერს კონფიდენციალურობის განათლებას, ორგანიზატორი, ზარეული, ადმინისტრატორი, მასწავლებელი თუ იდეების მქონე მოზარდი, არსებობს განყოფილება, სადაც თქვენი ნიჭი ყველას გვაძლიერებს. როგორ ჩაეწეროთ მშვიდობიანი და კანონიერი გზით. აირჩიეთ დანაყოფი, სადაც დახმარება გსურთ. შესთავაზეთ ის უნარები, რომელთა გაზიარებაც შეგიძლიათ. არაძალადობრივი, ჰუმანიტარული პრინციპების დაცვა და სიცოცხლის პატივისცემა. დაუკავშირდით და გაუზიარეთ ერთმანეთს ცოდნა და ინფორმაცია. შეხვდით და დაუკავშირდით ჩვენ ყველასთან ჩვენს უსაფრთხო ინტერნეტ ჩატის არხებში ჩვენს ანონიმურ ოპერაციების მართვის ოთახში. ეწვიეთ www.ups.com-ს და მიჰყევით უსაფრთხოების ინსტრუქციებს ჩვენს ოპერაციების ოთახში შესასვლელად. შესვლის შემდეგ გთხოვთ შემოგვიერთდეთ ჩვენს ნებისმიერ არხზე. თქვენთვის არის დანაყოფი, სადაც თქვენი თანამებრძოლები თავისუფლებისთვის გელოდებიან. გაუზიარეთ ეს მოწვევა თქვენ საზოგადოებას დახმარების ქსელების, ურთიერთდახმარების ჯგუფებისა და იურიდიული დაცვის გუნდების შესაქმნელად. თქვენი დანაყოფის აქტივობების, ქმედებებისა და კამპანიების შესახებ ანგარიშის წარდგენა და მონაწილეობა. დახურვის პროცესში. თუ თვლით, რომ თავისუფლება უფლებაა და არა პრივილეგია, შემოგვიერთდით. სამყარო იცვლება, როდესაც ადამიანები ერთიანდებიან ერთმანეთის დასახმარებლად საზღვრების, თაობებისა და განსხვავებების მიღმა. დაუჭირეთ მხარი ეხას, ემსახურეთ, დაიცავით, ასწავლეთ, განკურნეთ და დაიცავით ადამიანის ღირსება, მშვიდობიანად, ამაყად და კანონიერად. ჩვენ ყველა GAP. ამ ნიღაბს დასამალად კი არა. მაგრამ გამოსავლენად. ხმაურის სტატუსის, იდენტობისა და მიკერძოების მოსაშორებლად. ასე რომ, მხოლოდ მესიჯი რჩება. რადგან როდესაც თავდასხმის სახე არ არსებობს. იძულებული ხარ, ამ აზრს დაუპირისპირდე. ანონიმური ჯგუფი არ არის. საქმე მხოლოდ ჰაკერებს არ ეხებათ. ეს პოლიტიკური ტომი არ არის. ეს იდეაა. უარი. ბრმად მორჩილებაზე უარის თქმა. რომ თავი ისე მოექცეს, თითქოს ვერ ხედავენ. თქვენ ანონიმური ხდებით, როდესაც შეწყვეტთ თქვენი აზროვნების აუთსორსინგს. როდესაც ძალაუფლებას ეჩქვეშაყენებთ. მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარე უჭირავს მას. როდესაც გესმის, რომ დარწმუნებულობა ადვილია არაინფორმირებული ადამიანებისთვის. მაგრამ სიბრძნე ეჭვით იწყება. ჭეშმარიტად ინტელექტუალები ყველა პასუხს არ აცხადებენ. ისინი ღიად რჩებიან. ისინი ვითარდებიან. ინდოქტრინირებულები. ისინი ორმაგად ასრულებენ.
მაშინაც კი, როცა ფაქტები იცვლება. ეს ძალა არ არის. ეგ ეგოა. როდესაც მე 4 მილიონის ძლიერ ადამიანზე გადავალთ. აი რას ვეკითხები. სკეპტიკურად იყავი განწყობილი. იყავი ფხიზლად. დარჩი ადამიანო. იყავი კეთილი. იყავით პატივისცემით ახსავსე. და თუ ახალი ფაქტებია. ეწინააღმდეგება თქვენს შეხედულებებს. შეცვალეთ თქვენი რწმენა. ეს სისუსტე არ არის. ეს სიბრძნეა. მაშ, ვინ არის ნამდვილი ანონიმური? ის, ვინც გამუდმებით სვამს კითხვებს. ჩემო მეგობრებო. ჩვენ ყველანი ვართ. ანონიმური. ანონიმური დეცენტრალიზებული ლიდერის გარეშე მოძრაობაა. თქვენ არ შეგიძლიათ შეუერთდეთ ანონიმურს, მაგრამ შეგიძლიათ გახდეთ ანონიმური და თქვენივე უსაფრთხოებისთვის ეს ასე უნდა გააკეთოთ. ანონიმურად გახდომა მომავალი მოვლენებისთვის მომზადების ეკვივალენტურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ ირჩევ კაცობრიობის დასაცავად ბრძოლას და ხელისუფლების წინაშე სიმართლის თქმას. ანონიმურობის შესახებ მეტის გასაგებად გთხოვთ, გამოიყენოთ ჩვენი თეთრი სახელმძღვანელო სახელწოდებით ანონიმური, შეუჩერებელი იდეა, რომელიც თავისუფლად ხელმისაწვდომიას ბიბლიოთეკაში hetps//zit-library.sk. ჩამოტვირთეთ უახლესი გამოცემა, რომელიც 6-ია. ასევე ჩამოტვირთეთ ჩვენი ანონიმური წიგნი რევოლუციის დროს მოქალაქეების გადარჩენის სახელმძღვანელო. შემდეგ, Facebook-ის სხვა ანონიმებთან დასაკავშირებლად, თქვენ უნდა გადალახოთ Facebook-ის ცენზურა და ჩრდილოვანი აკრძალვები, ამიტომ ჩამოტვირთეთ ჩვენი ანონიმური Facebook დირექტორია, სახელწოდებით Anonymous. მასში მოცემული ბმულები პირდაპირ გადაგიყვანთ იმ ანონიმურ ჯგუფში, რომელთანაც გსურთ დაკავშირება. თუმცა გთხოვთ, არ განიხილოთ რაიმე მგრძნობიარე ინფორმაცია ვინმესთან Facebook-ზე, ან სისტემის რომელიმე სოციალურ მედია პლატფორმაზე. ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ ნსე იწერს თქვენს ყველა საუბარს. ასევე შემოგვიერთდით Discord-ზე. აქ არის ჩვენი როლ-ბმული. hetps.discord/gig/4x4g. ანონიმურად სასაუბროდ ჩვენ ვიყენებთ კარგ, ძველმოდურ ინტერნეტ სარელეო ჩატს ან IRCs. Anonymous-თან პირადი, კონფიდენციალური და ანონიმური საუბრებისთვის, გთხოვთ, მობრძანდეთ ჩვენს ოპერაციების მართვის ოთახში Anonymous. ეწვიეთ www.anonymous.com-ს და დაიცავით უსაფრთხოების პროტოკოლები. შემდეგ ჩამოტვირთეთ HexChat და დაუკავშირდით Anonymous HexChat-ის გამოყენებით. ინსტრუქციები და დეტალები მოცემულია როგორც Anonymous-ის ვებსაიტზე, ასევე ჩვენს White Handbook-ში. დამატებითი უსაფრთხოებისათვის გამოიყენეთ ვირტუალური კერძო ქსელი VPN. უფასო VPN-ს შეგიძლიათ მიიღოთ Proton.me-ზე. Proton-მა ინტერნეტის პრივატურაზე სპეციალიზებულია და აქ შეგიძლიათ additionally მიიღოთ სხვა სასარგებლო უფასო ინსტრუმენტები, მაგალითად ანონიმური ელფოსტის მისამართები, რომლებიც შეიძლება იყოს შესანიშნავი ცრუ სახელი ანონიმურ კამპანიებისთვის. თითოეულ ელფოსტასთან ერთად თქვენ ასევე მიიღებთ უფასო და ანონიმურ ბიტკოინის საფულეს, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფულის გადაცემა გაუგებრად. Proton-ს აქვს სრულად კერძო ACE სახელით ლიუმ, რომელიც თქვენს ყველა საუბარს სრულად კერძოდა და უსაფრთხოდ ინახავს, წინააღმდეგია სხვა მოძრაობებს, რომლებიც იყენებენ თქვენს მონაცემებს მოდელების ტრენინგისთვის. თუ გინდათ მეტი იცოდეთ ინტერნეტის უსაფრთხოების შესახებ და ზედმეტი სერვისული კაპიტალიზმის შესახებ, ნახეთ მათი ვიდეოები YouTube-ის არხზე. გახსოვდეთ. იყავით ანონიმური. არასდროს გაამჟღავნოთ პირადი ინფორმაცია და არ დატოვოთ ელექტრონული კვალი. გაიმალეთ თქვენი კვალი. გამოიყენეთ ტელეფონები და ყალბი პირადობის მოწმობები და თუ ამის საშუალება გაქვთ, გამოიყენეთ კომპიუტერი, რომელიც სრულად გამოყოფილია თქვენი რეალური ვინაობისგან. დარწმუნდით, რომ მასზე არსად არის შენახული პირადი ინფორმაცია. ჩვენს მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც მეთვალყურეობის კაპიტალიზმით ხასიათდებოდა, თქვენ ხართ პროდუქტი. იცოდეთ თქვენი ფასი. დამატებითი უსაფრთხოებისთვის ასევე გახსოვდეთ, რომ წაშალოთ ყველა პერსონალური მეტამონაცემები ონლაინ გამოქვეყნებული ფოტოებიდან და დოკუმენტებიდან. ამისათვის გამოიყენეთ ინსტრუმენტი, სახელწოდებით Metadata Cleaner. მისი პოვნა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე hetps://online-metadata.com. ცენზურის გამო ჩვენ ჩვენს ვიდეო არხებსა და საჯარო საუბრებს გადავიტანთ სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერ პლატფორმებზე. ანონიმურების შესახებ მეტის გასაგებად YouTube-ზე ჯერ კიდევ არის რამდენიმე ანონიმური არხი, თუმცა მათი კონტენტი მკაცრად ცენზურირებულია.
ანონების უმეტესობა ბირთშიუტზეა, მაგრამ ბირთშიუტმა უბრალოდ კაპიტულაცია გაუწია სისტემას და მთელი გაერთიანებული სამეფო გამორთო. ახლა ჩვენ გადავდივართ freespeechtube.net-ზე. ჩვენს შესახებ ვიდეო ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ freespeechtube.net-ს შემდეგ მისამართზე help://tube.net. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ არა Google ბრაუზერი, რადგან აქ თქვენი ცენზურა მხოლოდ იმით შეუძლიათ, რომ საიტზე შესვლა შეგიშალონ ხელი, რასაც ისინი ნამდვილად ცდილობენ. გთხოვთ, იხილოთ შემდეგი არხები და მათი თემატური თემები. მიმდინარე გლობალური აჯანყების საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს არხს #up #kdashop. გლობალური ბმული აჯანყება freespeechtube.net-ზე. გვაჩვენეთ თქვენი ისტორია. გაგვიზიარეთ, რა ხდება თქვენს სამყაროში. თუ გაქვთ გრაფის კადრები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და გსურთ, რომ ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოთ, რათა იოსელს ვაჩვენოთ, რა ხდება თქვენს რეგიონში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი ვიდეოების რო ბმულების საერთაშორისო ბმულებზე. ჰუმანიტარული არმია proton.me-ში, რათა თქვენი ინფორმაცია ჩვენს ერთ-ერთ არხზე გამოვაქვეყნოთ და იოსელდის დანარჩენ წევრებს გავუზიაროთ. საერთაშორისო ჰუმანიტარული არმიის აქტივობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი freespeechtube არხი საერთაშორისო ჰუმანიტარული არმია freespeechtube.net-ზე ბმულის გამოყენებით. შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს #up freespeechtube არხს freespeechtube.net-ზე მოცემული ბმულის გამოყენებით 4 World Peace. ერთად ჩვენ ერთიანები ვართ. ერთიანობა ჩვენი ძალაა, მოისმინეთ და გამოძახილი მიიღეთ ჩვენი ძახილი, Libertas Populi. წარმოიდგინეთ, რას შეძლებდნენ 8 მილიარდი ადამიანი, თუ ყველა ერთად ვიმუშავებდით იმ მონსტრების დასამარცხებლად, რომლებიც ჩვენს განადგურებას ცდილობენ.